დღეს ეკლესიას ეგრეთ წოდებულად იცავენ ის ადამიანები, ვისგანაც დასაცველი იყო ეკლესია მთელი 9 წლის განმავლობაში და კონკრეტულად პატრიარქი იყო დასაცველი და სწორედ ის რომ საშინელება მზადდებოდა ქვეყანაში, აი ესენი რომ ეხლა დღეს ტანსაცმლიდან ხტებიან და ისე რომ იცავენ ეგრეთ წოდებულად პატრიარქს და საპატრიარქოს იმიჯს, აი ზუსტად ეს მაიძულებს რომ ესე ვიფიქრო. ეხლა მეორე განმავლობაში გაეზარდა საპატრიარქოს დაფინანსება სახელმწიფოსგან, სწორედ იმ 9 წლის განმავლობაში აშენდა ყველაზე მეტი ეკლესია და არც ერთი არ აუშენებია ბიძინა ივანიშვილს რა. არ გვინდა ეხა ეგ ლაპარაკი, დემაგოგიაც არიელი რა. 9 წელი დაფინანსებული ფულით აღადგენდნენ ტაძრებს და ეკლესიებს აღდებოდი და თქვენ თავზე იწევდით მერე. გეყოფათ ეხლა. ეხლა მალაპარაკე ჩემი დრო მაქვს თუ შეიძლება რა. ეხლა მეორე, ხალხო რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ციანიდი სად შეიძინა ამის კადრები რა საერთოდ აზრზე და გონზე ვართ რა სადა ვართ? საპატრიარქოში იქ სადაც ქრისტე ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს, ლაპარაკია დეკანოზის, მიტროსანი დეკანოზი ლაპარაკობს აბსოლუტურად კოზა ნოსტრას სიტუაციაზე, მაფიის ენაზე ლაპარაკობს. რა მნიშვნელობა აქვს იმან შეიძინა, არ შეიძინა? ჯერჯერობით ეს არის უსაცოდავესი ადამიანი და მე ეკას ნამდვილად ვეთანხმები. ეს მამა გიორგი არც მინდა მაგას მამა უწოდო, ღმერთმა მაპატიოს და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მისთვის ბოდიში მექნება ოდესმე მოსახდელი რომ ის გამართლეს, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება. და ყველაზე უფრო საშინელი ის არის რომ აქ ამ ადამიანებს, ვინც საპატრიარქოში მის ირგვლივ არის ამ გიორგის ირგვლივ, ისინი იმათ რო ამბობს, ქრისტე ჯვარცმული მაცხოვარი კი არ გონიათ ხალხო, გამოქვაბულის კედელზე ამოკაწრული მითიური პერსონაჟი გონიათ ამ ხალხს. ამათ არც ქრისტე უყვართ, არც ადამიანი და არც არავინ. ვერ ვისხელეწიფების ორთაუფალთა მონებათო ღმერთი ამბობს ამას. ამ ადამიანი ან ეშმაკისა, ან ქრისტესი. ეს ადამიანი რო ქრისტესი არ არის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ადამიანი რომელიც ქრისტეს შორდება და დადის ჯვრით და არის სასულიერო პირი, ის რა თქმა უნდა ყველაფერზე ხელს მოაწერს. მე დღეს ამ ყველაფერს შენ არ დამდგარა განაჩენი თავისი სულიერი მდგომარეობით ამისთვის არის მზად და კიდე მე კითხვები მეც მაქვს გამოძიებასთან აუცილებლად მინდა ამაზე პასუხი მივიღო, ვინ აძლევდა მას ფულს, ვინ არიან ისინი, თუმცა ირმაჭკადუას დავეთანხმები ხალხო. პატრიარქის კვირის ქადაგება იყო ჩემთვის ყველაფერზე პასუხი. მოეწყინა სულსა ჩემსაო, რო თქვა პატრიარქმა დავით წინასწარმეტყველმა, იმიტომ რომ მისმა შვილმა უღალატაო. მეტი რა თქვას, ქრისტე ლაპარაკობდა იგავების ენით. არა, მისმა შვილმა უღალატა, ამ შემთხვევაში სასულიერო გულისხმება, რომელიც ბრალდებულია თუ კონკრეტულად იქნებ პატრიარქი შორენას გულისხმობდა ამ თქვენ ამ რატო რა შორენას არა, პირობითად ვიძახი რა. სახელმდებარე ხوار დაუსახელებია რა, პიროვნებები ხوار დაუსახელებები. მეც მოვისმინე ეს გადაგება და ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში 8-ჯერ მეტი გვამი აქვს საქართველოში და დღევანდელ ხელისუფლებას აკეთებულა. და ბევრად უფრო ქართველი ვაჟკაცები ვიდრე იმ 4 წლის განმავლობაში დაიღუპნენ.